შენ რომ ეკლესიაში დადიხარ. აი ეს მდგომარეობა მოგწონს. სიძულვილით რომ ხარ ასე გაჟღენთილი. შესაბამისად, შენ ხომ სიმართლეს ვერასდროს თვალს ვერ გაუსწორებ, იმიტომ რომ ის სიძულვილი გიბრმავებს გონებას. იმიტომ რომ ეს იმდენად ძლავრი ემოცია და გრძნობა არის, რომ ბოროტებაზეც კი ადვილად მოაწერ ხელს. და იმ ადამიანს, ვინც გძურს თუ რამე დაემართება, გაგიხარდება კიდეც და არც სტამბალა. იმიტომ რომ სიძულვილი ასეთი რამ არის. და იმ ადამიანის წარმატება კიდევ გაგანადგურებს, ვინც გძურს. და აქ რა საღაზრონებაზე არის, გინდა 500 უნივერსიტეტი გქონდეს დამთავრებული. ყველა წიგნი წაკითხული გქონდეს, პირობითად ვიცახი. რა მაღალი ინტელექტი გიშველის შენ, როცა ემოციური ინტელექტი ძალიან დაბალ დონეზე გაქვს. როცა არ შეგიძლია ემოციის კონტროლი. ვერაფერი გიშველის. ადამიანები ემოციური არსებები ვართ და ეს გვავიწყდება. ჩვენ გონია რომ მარტო გონებით სავსვრავთ ყველაფერს. არ სავსვრავთ მარტო გონებით. ემოცია არის უფრო მეტად წამყვანი და ძლიერი ადამიანებში და მით უმეტეს ჩვენ ქართველები ძალიან ემოციური ადამიანები ვართ.